ჩვენ ამ წუთისთვის რასად როდის და გადაცემა წიგნების თაროს მოთამაშეების მარშს ვუყურებთ. ამ წუთისთვის რუსთაველის გამზირი სრულიად დაკეტილია. ჩვენ ახლა თითქმის თბილისი მარიოტის მისადგომებთან ვიმყოფებით და აი ხედავთ ალბათ გესმით შეძახილები გადაცემა ინტელექტუალური თამაში რასად როდის მოთამაშეები წამყვანები და ასე შემდეგ. სწორედ ეს ხალხი და ასევე გადაცემა წიგნების თაროს მონაწილეები აპროტესტებენ იმ ამბებს რაც ქვეყანაში ხდება ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ისინი 6 საათზე შეიკრიბნენ და მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. მარშით გადმოინაცვლეს სხვადასხვა ბანერით, შეძახილებით და სასტვენებით. ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ, რა თქმა უნდა, რეჟიმის მიერ დაპატიმრებული პატიმრების გათავისუფლება და ასევე ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ახლა შეგვიძლია უფრო უკეთ მოვისმინოთ მათი კომენტარები. ნებრივია ჩვენი პირველი მიზეზი რის გამოც აქ ვართ არის დღევანდელი და ბოლო 2 კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო ეს უპრეცედენტო ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ყველა ამ სისტემის პატიმარი ნაცემი ადამიანი, რომელიც დღესაც, ანუ ესე რომ ვთქვათ, არის პენიტენციურ სისტემაში გათავისუფლდნენ. და რა თქმა უნდა, იმის იქით ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი კონსტიტუციით, ესე რომ ვთქვათ, გამყარებული უფლება ჩვენი როგორც ქვეყნის აუცილებლად იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არჩევნები, რომელიც ცალსახად არ ასახავს ქვეყნის მოქალაქეების პოზიციას, გადაიხედოს, გვინდა ახალი არჩევნები, სადაც ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და დავიცავთ ჩვენს მომავალს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნის. მე მგონი აბსოლუტურად უნიკალური პროტესტი არის. ამდენ არ ვიცი მოხდა თუ ასადმე ასეთ მსგავსი რამ. ამჟამად აქ რასად როდის ის და წიგნების თაროს მოთამაშეები ვარ შეკრებილები. მეც წლებია რასად როდის ვთამაშობ. წიგნების თაროს მოთამაშეც ვიყავი და ეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი არის და გავწყვეტ რომ ამ ამპლუაშიც ამ ფორმითაც დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და ამ საერთო საქმეში როგორც რასად როდისელები ეგრეც დავფიქსირდეთ. მე მგონია რომ ყველა მარშს ერთ და იგივე მოთხოვნა აქვს. ეს არის პატიმრების თავისუფლება, ეს არის ხელახალი არჩევნები, ეს არის მოძალადეების დასჯა და ეს არის ევროპული ღირსეული მომავალი, რომელიც ამ ქვეყანამ და მისმა საზოგადოებამ დაიმსახურა. ამ შემთხვევაში წიგნების თაროს და რასად როდის ის წარმომადგენელიც ვარ, თუმცა აქ შეკრებილი ხალხი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობას, რომელსაც უნდა თავისუფლება, რომელსაც უნდა რომ ისმოდეს მისი ხმა, მთავრობას ესმოდეს ჩვენი ხმა და ის მოთხოვნები, რაც გვაქვს ახალი არჩევნები, ის უსამართლობა, რაც ტრიალებს დაკავებული ადამიანები, რომლებიც დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო, რომ ეღირსოთ ბოლო-ბოლო თავისუფლება. სხვა არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს. აქ სამშობლოს სიყვარული გვაცადონ უბრალოდ. საზოგადოების სფეროზე და ალბათ სუბკულტურის წარმომადგენლები ვართ აქ შეკრებილები, ინტელექტუალური თამაშების წიგნების თაროსა და რასად როდის. ამ ესე რომ ვთქვათ, ოჯახიდან 3 კაცი წიგნების თაროსთან მოიტაცეს და 1 კაცი რასად როდის საზოგადოებიდან და სამედნიეროდ ყველა დავიბრუნეთ. და ეს პროტესტი პირველ რიგში ეძღვნება ამას, რომ პირველ რიგში არ იყო ლეგიტიმური მათ დაკავება, ასევე თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, დანიშნულ ახალი არჩევნები და პროტესტი არალეგიტიმურ მთავრობასა და პრეზიდენტს. მარში უკვე მოუახლოვდა საქართველოს პარლამენტს. აი მე ჩემს ოპერატორს გიორგის ვთხოვ რომ გაჩვენოთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის გამზირი. როგორც ხედავთ, დემონსტრაციების ყველაზე ისეთი ცნობილი ადგილმდებარეობა, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვისაც გადაკეტილია. აქ პროტესტის მე-18 დღე მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი ხალხი ტელეფონის სანათებით შეხვდა რასად როდისა და ასევე წიგნების თაროს მონაწილეებს. ისინი აგრძელებენ თავიანთ პროტესტს და შეძახილებით ამბობენ, რომ გაუმარჯოს საქართველოს. აი ალბათ გესმით. რუსთაველის გამზირზე აქცია სრულიად მშვიდობიანია და რა თქმა უნდა ამ მარშის მონაწილეები, რასად როდის მოთამაშეები და წიგნების თაროს წარმომადგენლები სრულიად მშვიდობიანად შემოუერთდნენ აქციას. ხალხი რუსთაველის გამზირზე ნელ-ნელა იკრიბება ევრონიუს ჯორჯიას გადამღები ჯგუფი, რა თქმა უნდა ვრჩებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ და სწორედ აქედან მოგაწვით რამდენიმე წუთში უახლეს ინფორმაციას. ახლა კი გიტოვებთ კადრებს უკომენტაროთ საკანონმდებლო ორგანოდან.